ეს არის უთხრა ფამა გამოიქეცეთ სოდომიდან გამორიდა თორის ქალაქი მოისპობა და უთხრა წელს რომ არ შეხედა შეძრა და შეძრა მაგისტრად იქცა ეს ქალიშვილები გამოყვა როც ჯობატა ხოდა შეცდა თავის ქალიშვილებთან ქალიშვილებს შეაცინეს რა შეცდა თავის ქალიშვილს საკუთარ ქალიშვილებთან ეს იყო დიდი ცოდვა და მისცა ესე იგი მომთავრება ესაა გავხარი τότε და უთხრა რომ მოწყე და თუ გაიხაროს სადაც გეპატიება ჯობატონი და აი მოაქვს მივით შორებიდან წყალს გამართლა გაიხარა გავხურება τότε იყო სამი სხვადასხვა სცენარი ნაზი კედარი და ფიჭი სხვადასხვა ესე ერთხელ იქცა და გაიზარდა მე მოწეს ეს ჯობატონი წაიღეს და საქმეში გავადეს ახლა ნუის პირზე დენარის პირზე ხიდად გადეს მე გავიგერდი აი დო იქ დენარის პირზე ასე გადიოდა ხალხი ფეხით დაგიოდა ზედ და მე როცა ესე მოვიდა ეს იესო ქრისტეს ჯვარზე გასნო აი ეს ხაიღეს და იმ ხეზე გაკრეს ჯვარზე მონა ელაპრეზე იყო ეს აი ამათვიზე იყო და ჯვარზე გაკრეს იესო ქრისტე აი მოწილი ხიდან ეს ადგილი შეისყიდა ჩვენმა ღერფემ მირიანმა შეისყიდა ოქტომბერ გასალმა გააზლიერა უზარმაზარი საფისტო შექმნა შობატონო მე არაბები მოვიდნენ მე შეშალკურის მე უკვე ქართველების უფლებები შეიზღუდა მე 11 საუკუნეში ისე აღსდგა ქართველობა უფრო აღსდგა და ჩავარდა საქართველოს წმინდა მამები აღადგინეს საქაურობა და როგორც იცით მე 12 საუკუნეში დედო რუსთაველის ისე მოდიოდა შემდეგ საუკუნეში საქართველოს პატრონობდა და იყო უზარმაზარი ქართული ბიბლიოთეკა და აქ არის 300-ზე მეტი ოთახი და ესა უზარმაზარი ნაგებობა აი ამ ზღვის მონასტრის არის მიწები აქ გარშემო დღესაც იერუსალიმში დიდი მიწები ეკუთვნის და ამ მონასტრის მიწაზე აშენებული პარლამენტი კნესეთი ესე იგი ისრაელის პარლამენტი აშენებულია ამ მონასტრის მიწაზე და როგორც ამბობენ ესე იგი მონასტრის უხდის ესე იგი არენდას ანუ მიწის საფასურს უხდიან და ასე რა თქმა უნდა ეს უდიდესი საგანძური ეს უდიდესი საგანძური ქართული ერისა რომელიც საკუთრება იყო ქართული ერისა რუსეთში ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმდა ჯობატონო ეკლესია უკვე აღარ არსებობს საგანძური არის ან ქონება არის მაგრამ ეკლესია აღარ არის მეპატრონი აღარ არის მეპატრონი ვინ არის ეს ეკლესია აღარ არსებობს საქართველოს ეკლესია ავტოკეფალია გაუქმებულია მე 40 წელს 1940 წელს რუსეთის იმპერიამ გამოაცხადა რომ მე ვარ მეუკვიდრე საქართველოს ეკლესიის სამსახურში ეკლესია რუსეთის ეკლესია არის სამართალ მემკვიდრე საქართველოს ეკლესიის ქონებისა სამართალ მემკვიდრე იურიდიული სამართალ მემკვიდრე მე ვარ საქართველოს ეკლესიისა საქართველოს ეკლესია როგორც ასეთი აღარ არსებობს სამართალ მემკვიდრე მე ვარ ამიტომ ეს რაც კი ქონება ეკუთვნის ესე იგი ივერიის ქონება რაც კი არის იერუსალიმში არის რუსეთის იმპერიის საკუთრება ასე გამოაცხადეს მთელი საბუთები მთელი 10-20 წელი იყო დავები და ბოლოს ესე იგი ჯვრის მონასტერი დარჩა მართალია ბერძნებს მაგრამ სანაცვლოდ და კიდე სხვა მონასტრები და სანაცვლოდ რუსებმა მიიღეს დიდი მიწა-წყალი როგორც ამბობენ ძალზე დიდი მიწა-წყალი მე იმედი მაქვს რომ კვლევარები მალე ამ საბუთებს ნახავენ და ვაკეთებენ